იდეა ეს ასე თქვა ჩვენი დაბადებული არის ეს ძალიან კაი ტრადიცია ამერიკიდან 2000-იანი წლებიდან ამერიკაში იღებს ტრადიციას ეს არის ბათლბოტების შეჯიბრი სადაც ინჟინერი ტექნოლოგიით ჰობისტები რომელიც ამ მიმართულებით არიან დაინტერესებული რაღაცნაირად ხელნაკეთი რობოტებით ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ხოლმე ნუ ბევრი სამეცნიერო ფილმიც და არა მხოლოდ ფილმიც გვინახავს ხო ეს ყველა ბავშვს ოცნებაა რაღაც რობოტების შებრძოლება ხო რაღაცა ჩვენიც ამ შემთხვევაში ჩემიც პირადად 2014-15 წლებში საქართველოში ერთხელ გაკეთდა და მაგის გამო გადავწყვიტე საერთოდ ინჟინერია ტექნოლოგიებისკენ მიმეცვლა ჩემი მერე მომავალი და სულ მქონდა სურვილად რომ რაღაცა იქნებ რაღაცა როცა მზად ვიქნებით ამისთვის უფრო დიდ მასშტაბებზე გავაკეთებინა და რა 10 წლის შემდეგ უკვე ჩაუყარეთ საფუძველი ამდენი წელს წინ გავაკეთეთ ჩვენ ასოციაცია რომელიც მთავარი მიზანიც ის არის რომ საქართველოში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სკოლებში უნივერსიტეტებში თუ კოლეჯებში გაგვეძლიერებინა ეს მიმართულება და მე უკვე როცა უკვე მზად იქნებოდნენ თითოეული ორგანიზაცია იმისათვის რომ საერთაშორისო ან უფრო მასშტაბური გავაკეთებინა მაშინ უკვე ჩვენ ესე უპასუხებდით აი ამ ღონისძიებით და აგერ წელს პირველად მოკლედ გავაკეთებთ ამ ღონისძიებას და იმედი მაქვს რომ ჩვენი მოლოდინები გამართება და გადავაჭარბებ კიდევაც Ani, ვის შეუძლია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და რა უნდა გააკეთონ დაინტერესებულმა პირებმა იმისთვის რომ მიიღონ მონაწილეობა? მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. მონაწილეობა შეუძლია 14 წელს ზემოთ დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, იქნება ეს მოსწავლე, სტუდენტი, ენთუზიასტი, სტარტაპერი თუ ჰობისტი, ანუ ღია ნებისმიერ დაინტერესებული პირისთვის. პირველ რიგში საჭიროა რომ სარეგისტრაციო ფორმაში ავსონ, რეგისტრაცია ღია არის 29 მაისის ჩათვლით, ამიტომ ვისაც აქვს ინტერესი, შეუძლია რომ ჩვეულებრივ გაიარონ რეგისტრაცია. მთავარია რომ გუნდურად დარეგისტრირდნენ და გუნდის წევრების ესე ვთქვათ მინიმალური რაოდენობა არის 2, ხოლო მაქსიმალური 5 ადამიანი შესაბამისად, ვისაც აქვს სურვილი და უნდა რომ გამოსცადოს ეს გამოცდილება, ვიწევთ მათ. არის თუ არა საჭირო რაღაც საბაზისო ვთქვათ საინჟინრო ან ტექნოლოგიური მონაცემები, ცოდნა, უნარები იმისთვის რომ შეძლო ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება? დასაწყისში სურვილით საკმარისია, იმიტომ რომ დღეს ინტერნეტში ძალიან ბევრი ასეთი რესურსი მოიწევნა იმისათვის, რომ დამოუკიდებლად შეიძლება ცოტა დიდი დრო დაჭირდეთ, მაგრამ დამოუკიდებლად აწყო. სწორედ ამ რესურსებს ვსაუბრობდით ჩვენ საჭიროებაზე, როცა უკვე მზად ვიქნებოდით. ჩვენ პარალელურად დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში აქტიურად სკოლებში, სხვა საგანმანათლებლო სივრცეში ჩვენ ვცდილობთ რომ ამ მიმართულებით ცოდნა გავგეგმავებინა, ვატარებდით ტრენინგებს რობოტიკის, ელექტრონიკის, პროგრამირების და სხვა მიმართულების მიმართულებებით და სწორედ რაღაცა უკვე შეიკრა ეს ბაზა იმისათვის რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და მიიღოს მონაწილეობა, აგერ უკვე ამას უპასუხეთ. ჩვენ 3 წლის მცადე ჯერ სხვა ეტაპებით დავიწყეთ ეს პირდაპირ ბრძოლით არა. 3 დისციპლინაში ქონდა საგანმანათლებლო რობოტების შეჯიბრი 3 წლის წინ სადაც 85 სკოლა იყო ჩართული 600-ზე მეტი მონაწილე, სპორტის ახალში ჩავატარეთ. შემდეგ შარშანაც გავაკეთეთ იგივე უკვე დავამატეთ სუმო რობოტების დისციპლინა, რომელიც მოიაზრებს რომ წინასწარ დაპროგრამებული კოდით რობოტებმა უნდა აღმოაჩინონ ერთმანეთი და სუმოს პრინციპით რომ რინგიდან გადაიყვანონ მეორე რობოტი. ეს უკვე კონტაქტური სპორტი იყო რობოტებში და ეხლა უკვე გადავიდით უფრო რადიკალურ გზაზე, სადაც რობოტები ერთმანეთს ანადგურებენ, ანუ რაღაცა ეტაპებად გავიარეთ ეს ყველაფერი და დღეს უკვე მზად ვართ. მინდა ასევე აღვნიშნო რომ გარდა ჩვენი უკვე წლევანდელი საქართველოს რობოტიკის შეჯიბრისა გასულ წელს სხვა უნივერსიტეტი შიდა ჩემპიონატებს აკეთებდა უკვე ამ მიმართულებით და ეს იყო ჩვენთვის სიგნალი, ერთგვარი სიგნალი, რომ რაღაცა მზად ვართ და დროა დავიწყოთ. რეგისტრაცია არის უკვე დაწყებული. აი რამდენი ბევრი არის მსურველი. საერთოდ როგორ ვარაუდობთ, ბევრი იქნება დაინტერესებული, რა რაოდენობას მოიაზრებთ? კი ბატონო, საკმაოდ დიდია დაინტერესება. ამ ეტაპზე უკვე ყავს 76 გუნდი რეგისტრირებული, სხვადასხვა წონითი კატეგორია გვაქვს, როგორც გითხარით და დაახლოებით, ანუ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია არის, ან როგორც მოსწავლეები, ისე სტუდენტები და ზრდასრული ადამიანებიც არიან. ამიტომ 14 წლიდან 50 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის მონაწილეები ყავს, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. კვლავ მიმდინარეობს რეგისტრაცია, კიდევ არის ინტერესი და კიდევ რეგისტრირდებიან, ამიტომ საკმაოდ ბევრ მონაწილეს ველით და ასევე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ღონისძიების დღეს ესე ვთქვათ ღია იქნება დასწრება, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია რომ მოვიდეს და უყუროს და დაესწროს გამოცდას, იმიტომ რომ ინტერესი არის ძალიან მაღალი და გამომდინარე იქიდან რომ ცოტა ახალი გამოცდილება აინტერესებთ, უნდა რომ ნახონ და შემდეგ ვარაუდობთ და ვიმედოვნებთ რომ მომავალ წელს უფრო მეტი მონაწილის სახით გვეყოლება ესე ვთქვათ დაინტერესებული პირი, ამიტომ საკმაოდ დიდი მოლოდინები გვაქვს. თვალსაჩინოა რომ სულ უფრო იზრდება ინჟინერიით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული განსაკუთრებით ახალგაზრდების რაოდენობა ქვეყანაში. როგორ შეაფასებთ ამ თვალსაზრისით სურათს?
დაახლოებით მე როცა დავიწყე ამაზე სწავლა პირველ რიგში მე როკა მუშაობა ძალიან დაბალი რიცხვები იყო თუნდაც პროცენტულად არაბარებდნენ სტუდენტები ინჟინერიის ან ელექტრონიკის მიმართულებით ესე ჭარბად. ეხლა უკვე რაღაცნაირად გაჩნდა საზოგადოებაში მის აღქმა რომ ეს ტექნოლოგიური პროფესიები არის უფრო მაღალი ანაზღაურებადი, მშობლებსაც რაღაცნაირად უკვე ჩაუჯდა, იმიტომ რომ ადრე ხო ძირითადად იყო ხოლმე რომ მშობლების ინიციატივით ან მინიმუმ რჩებით, ხო, ბავშვები აბარებდნენ ხოლმე ან ჰუმანიტარული ესე ბჭყალებში ან რაღაც მედიცინა ან იურისპრუდენცია შედარებით ესეთი უსაფრთხო მიმართულება და გარანტირებული ქონათ სამსახური და ეხლა უკვე მიხვდნენ რომ საკმაოდ მაღალი ანაზღაურებადია ტექნოლოგიური სფეროები, თვითკმარიც და კიდევ უფრო მეტად საქართველოში შეიძლება ასე ითქვას რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურებადი, იმიტომ რომ შეიძლება რომ ერთ პროგრამის კონდეს ისეთივე ხელფასი როგორც მაგალითად დიდი კომპანიის დირექტორს პირობითად, ხო? ხო და ამან გამოიწვია ის რომ ინტერესის გაიზარდა პროგრამირების და ტექნოლოგიური პროფესიების მიმართ, ქართველები მუშაობენ დიდ კომპანიებში საზღვარგარეთ, ძალიან დიდი სახელებში და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც იმისა თუ რატო შეიძლება იყოს ეს ღონისძიება ძალიან კარგი ამის, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად ვიზდებით ფილმებზე თუნდაც ხო აი ტრანსფორმერები, Big Hero 6 და ამავდროულად რაღაცნაირად ოცნებები, რაღაცა ისეთი ფილმები, სადაც ყოველთვის რაღაც ნაწილს მაინც უნდა ტრია რომ რაღაც ჩვენთანაც რომ იყოს ესეთი რაღაცა და ჩვენი მიზანიც ეგ არის რომ უფრო მეტად გავაღრმავოთ, ასევე მივიცეთ საშუალება იმ ადამიანებს, თუნდაც მოსწავლეს სტუდენტს თუ ნებისმიერ ადამიანს, რომ თვითონ თუ ჰობისტია სახში აკეთებს ან სწავლობს თეორიულად შეიძლება ეს იყოს რაღაცნაირად თავისი ცოდნის გამოცდის საშუალება მიეცეს ამ ღონისძიებაზე და მინიმუმ გაიცნოს საქართველოს მასშტაბით ერთნაირი ინტერესის მქონე ადამიანები, იმიტომ რომ ამ ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ასევე დამატებითი არის ეს ნეტვორკინგის და ნაცნობების გაზრდა, კომუნიკაცია, იმიტომ რომ მე ესეთი ტიპის აქტივობებს ყოველთვის მოყვება ხოლმე რაღაც კარგი გაერთიანებების, სტარტაპების დაფუძნებები და სხვა მიმართულებით მოკეთ განვითარება. Ani ეს ღონისძიება არის ერთდღიანი, თუმცა აი უშუალოდ რობოტების შეჯიბრის გარდა რამდენადაც ვიცი სხვა აქტივობებსაც მოიცავს. Აი როგორი არის ეს ერთი დღე? კი ბატონო, მრავალფეროვანი აქტივობები გვექნება, ანუ არ იქნება მხოლოდ შეჯიბრი, დამთვალიერებელი შეძლებს რომ დაესწროს სხვადასხვა შეჯიბრებას, სუმო რობოტების ბრძოლას, ასევე საბრძოლო რობოტების შეჯიბრებას, გვექნება გამოფენები, ასე ვთქვათ, ვორქშოპები, სხვადასხვა საგამოფენო სივრცე ტექნოლოგიური სტენდები, სადაც დამთვალიერებლებს შეძლებენ უფრო მეტი გაიგონ ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის შესახებ და საფუძველია იმისა, რომ მეტი და მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამით, ამიტომ სივრცე იქნება, სადაც ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს და გვინდა რომ ყოველწლიური ხასიათი მივცეთ ამ ღონისძიებას და მოკლედ დიდი იმედები გვაქვს. Auto თქვენ ბრძანეთ რომ აი იზრდება ტექნოლოგიებით, ინოვაციებით, საინჟინრო სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობა. Რამდენად აკმაყოფილებს საქართველოში მიღებული ცოდნის მაჩვენებელი ხარისხი იმ საერთაშორისო სტანდარტს, რომლითაც შემდგომში დაუშვათ იგივე უცხოეთში შეიძლება თუნდაც ონლაინ იმუშაონ ამ ადამიანებმა? როგორც იცით, საკუთარ საგამართლებელ სივრცე, განსაკუთრებით სახელმწიფო რთულად, ანუ ტექნოლოგიური და ზოგადად ცვლილებებს ესე ნელა მიყვება ხოლმე, მაგრამ მაინც მიყვება. ჩვენ აქ ქვეყანაში ასე თუ ისე მეტნაკლებად სტაბილური სიტუაცია არის, ვითარდება ყველა უნივერსიტეტი ზოგადად ამ მიმართულების საგამართლებლო სივრცეები. უბრალოდ აქ არის ერთი ნიუანსი, რომ ძირითადად ესეთი ადამიანები და დღევანდელ დროში თვითგამვითარების კომპონენტი არის ძალიან მაღალი. ვინც ამ მიმართულებას სწავლობს თუნდაც უნივერსიტეტში, აუცილებლად ჭირდება დამატებითი კომპონენტი ეს თვითგამვითარების, იმიტომ რომ როგორც უნივერსიტეტები მაინც დამიბმულები არიან მეტწილად სახელმწიფოზე, გადიან აკრედიტაციებს და ხშირ შემთხვევაში რამდენიმე წელზე იწელება ხოლმე და როცა წელს გამოდის რაღაც ინოვაცია, ამას შეიძლება 2-3 წელი დაჭირდეს, რომ უნივერსიტეტამდე ზოგადად საგამართლებლო სივრცემდე მიაღწიოს. შესაბამისად, სწორედ ამიტომ საჭიროა დღევანდელ დროში ალბათ ნებისმიერ პროფესიაში ეს თვითგამვითარების კომპონენტი არის ძალიან მაღალი და შესაბამისად ამ სფეროში დაინტერესებული ადამიანებიც არიან ძირითად შემთხვევებში თვითნასწავლები, არიან მიმართულებებით. სწორედ ეს არის ამ სიმყარის ნიჭი, მიზეზი უფრო სწორედ და ასევე დავამატებდი ერთ ნაწილს, რომ ოჯახებსაც შეუძლიათ რომ მოვიდნენ ჩვენთან, გვექნება საბავშვო, არა მხოლოდ საბავშვო, მაგრამ ესეთი გასართობი მინი სცენები ძალიან ბევრი ესეთი რობოტების ზოლი, სადაც ოჯახებს შეუძლიათ ბავშვილებთან ერთად, დედებს, მამებს, ბავშვებთან ერთად რაღაცა მიიღონ აქტივობებში მონაწილეობა და ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენთვის ვცდილობთ, რომ ეს როგორც სპორტის სახეობაც დავამკვიდროთ, იმიტომ რომ ეყოლება წამყვანი, ეყოლება მსაჯები, იქნებიან პირობითად წამყვანები და ასევე გამხმოვანებლები და აბსოლუტურად ყველა იმ ინდიკატორის გათვალისწინებით, როგორც სტანდარტულ სპორტში ხდება ხოლმე და ეს არის ძალიან მთავარი, რომ ჩვენ რაღაცნაირად გავიაზროთ, რომ ინტელექტუალური სპორტისთვის ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება გახდეს ჩვენი რობოტების ზოლა.
ანი საქართველოს რობოტიკის ასოციაციაზე და მის საქმიანობაზე მინდა ცოტა მეტი კითხოთ. როგორ გაჩნდა იდეა ზოგადად? დაახლოებით რამდენ წევრს აერთიანებს და რა არის ის ძირითადი მიმართულება და რა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს ეს? კი ბატონო, მოკლედ ჩვენი ასოციაცია აერთიანებს ტექნოლოგიურ და ინოვაციური მიმართულებით მოღვაწე, ესე ვთქვათ, ენთუზიასტებს და პროფესიონალებს. დაახლოებით 10 წევრი ვართ ამ ეტაპზე, თუმცა რომელიც მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, ვართ ინჟინრები, სხვადასხვა პროგრამისტები და ასე შემდეგ, ვისაც ყოველთვის გვაინტერესებდა ეს სფერო და როგორც ავთომაგნიშნა, საკმაოდ დიდი ხანია გვაინტერესებს ამ მიმართულებით ვართ დაინტერესებული, ვატარებთ ტრენინგებს, ვახორციელებთ პროექტებს, ბანაკებს, სხვადასხვა ჰაკათონებს, შესაბამისად გაჩნდა იდეა, რომ რაღაც ერთ სივრცეში მოგვექცია და ასოციაციის სახით ჩამოგვეყალიბებინა 2 წლის წინ ოფიციალურად. თუმცა მანამდე უფრო ადრე დავიწყეთ საქმიანობა, როგორც გითხარით. და ხო, იმედოვნებ, რომ გაიზრდება კიდევ ჩვენი, ასე ვთქვათ, ჯგუფი, იმიტომ რომ სხვა წევრების მიღებაც, ასე ვთქვათ, შეგვიძლია, ვარ ძალიან ღია, ვისაც აქვს ხოლმე სურვილი, შეუძლია რომ მოვიდეს და ჩვენი ჯგუფის წევრი გახდეს, ასე ვთქვათ. დავამატოთ ის, რომ აქტიურად ვაფორმებთ მემორანდუმებს სხვადასხვა საგამომცემლო სივრცესთან, ბოლო კვირაში დაახლოებით 15 სხვადასხვა საგამომცემლო სივრცესთან გავაფორმეთ ეს ურთიერთთამამშრომლობის მემორანდუმი. შესაბამისად, ვინც არის დაინტერესებული, სკოლები, უნივერსიტეტები, კოლეჯები თუ ასე შემდეგ, სიამოვნებით შეგიძლიათ შემოგვეხმიანოთ და აუცილებლად გაგაწევრიანებთ ჩვენ ჯგუფში.